სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სალს, გაგახარო და გაგაძლიეროთ ღმერთმა. მეგობრებო, თქვენ იცით რომ გუშინ 16 მარტს GDS-ზე საღამოს 11 საათზე დაიწყო სერიალი მამა პაისი ფარასადან ზეცაში და ეს ნამდვილად მართლაც გენიალური სერიალი არის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გავიცნოთ ბერი პაისის ცხოვრებაზე, ხო, მისი ბიოგრაფია, ისტორია. სერიალში არის სულიერი სწავლებები, მისი სასწაულები, დარიგება, ასევე არის წმინდა არსენი კაბადოკიელი, ანუ მათი ესე იგი ოჯახის მოძღვარი, ხო, სულიერი მოძღვარი და მოკლედ იქნება ძალიან საინტერესო ყველაფერი და მე მინდა მეგობრებო დავიწყოთ ასე თქვა პატარა პროექტი, რომ თითოეული ყველა სერია ცალკე აღებული განვიხილოთ და ესე იგი ვიცით რომ სულ 2 სეზონი არის და მოკლედ თითო ეპიზოდი ესე ვთქვათ გავაცოცხლოთ და ესე ვთქვათ გამოვყოთ სულიერი მნიშვნელოვანი ასპექტები, ეს იქნება იმ სერიაში ვთქვათ სიტყვები, ქმედება თუ ეპიზოდი, მომენტი, რომლებიც ვთქვათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად დგას და შეიძლება ბევრმა ვერ დაინახოს ესა თუ ის სულიერი ვთქვათ რა სულიერი დატვირთვა ხო ამას და მოკლედ ერთად განვიხილოთ და ეს იქნება ესე ვთქვათ მოკლე ვთქვათ ასევე სერიის იმ კონკრეტული სერიის გამოყოფთ ყველაზე მნიშვნელოვან ვთქვათ შინაარსობრივად მომენტებს და გავუკეთებთ ყველაზე მთავარს ანალიზს მეგობრებო, ანალიზი გავუკეთოთ და ესე ვთქვათ დაახლოებით არ იქნება ეს დიდი 8 მაქსიმუმ 10-12 წუთიანი იქნება და ეს მხოლოდ ესე ვთქვათ სერიალის განხილვა არ იქნება მეგობრებო, არამედ პატარა სულიერი მოგზაურობა იქნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მე თქვენ დაგვაფიქრინებს და შთაგვაგონებს, იმიტომ რომ აქ ამ სერიალში არის ესე იგი ასევე თავდაბლობა, სიყვარული, სინანული, ქრისტეს მიმართ ერთგულება და ზოგადად როგორი უნდა იყოს ესე ვთქვათ ადამიანი, ხო? ძალიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გენიალური სერიალი არის და აუცილებლად ვისაც გაქვთ ნანახი კიდევ ერთხელ უყურეთ და ვისაც არ გაქვთ რა თქმა უნდა აუცილებლად ესე იგი უყურეთ ყველამ. დღეს იქნება პირველი სერიის განხილვა და ღვთისშეწევნით მოდით დავიწყოთ. მამა პაისი ფარასადან ზეცაში, ხო, აი პირველი სერიის განხილვა. მეგობრებო, ესე იგი აქ მთავარი პირველ სერიაში რა არის, ეს არის წინასწარმეტყველური, ასე ვთქვათ, ნათლისღება და მემკვიდრეობა. ნახეთ, პირველ სერიაში ხო მთავარი მომენტი არის პატარა ყრმის დაბადება და მისი ნათლისღება, ხო, წმინდა არსენი კაბადოკიელი მას სახელს არქმევს და ესე ვთქვათ წინასწარმეტყველებს რომ ბავშვი ერთ დღეს შეცვლის ბერს, ხო? და ეს არ არის უბრალოდ ისტორიული შემთხვევა, ხო მეგობრებო, ეს ღვთის მადლის პირდაპირი მოქმედებაა, ხო, სულიწმინდის. აი წმინდა არსენი, რომელსაც ღვთისგან გონიერების უნარი აქვს, ხო, უკვე ხედავს ყრმაში მომავალს, გესმით? ის მომავალს ხედავს ყრმაში და ეს არის სულიერი გადაცემა, ხო? გზავნილი ღვთისგან, რათა ყრმა გაიზარდოს წმინდა გზაზე. აი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს სახარებაში, ხო? თქვენ კი არ ამირჩიეთ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა ნაყოფი გამოიღოთ. იოანე 15:16. ასევე პავლე მოციქული ამბობს, ხო, გალატელთა მიმართ, რომელმაც გამომარჩია დედაჩემის მუცლიდან და მომიწოდა თავისი მადლით. ხო, გალატელთა 1:15.
ეხლა მეორე მეგობრებო, ანუ ნახეთ ფარასაში ხალხი თურქების ასე ვთქვათ მახვილების წინაშე დგას, ხო? ისინი სიკვდილის შიშის ქვეშ არიან, ხო? წმინდა მამების ასე ვთქვათ თვალით რომ გადმოხედოთ, ეს უმაღლესი სულიერი ბრძოლაა, მეგობრებო. საკუთარი შიშის დაძლევა და მთლიანად ღვთის ნებასთან დამორჩილება. ჩვენ უნდა მივენდოთ ღმერთს, ხო? ხა შიში გარდაიქმნება ღვთის მოშიშობად, ხოლო ისტორიული საშიშროება სულის გაძლიერებად. აი ასეა, ხო? მაგალითად ქრისტე, აი ნახეთ, უფალიც რას გვეუბნება ჩვენ, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკლა კი არ შეუძლიათ. მათე 10:28. ხო? ასევე ფსალმონებში ჩვენ ვხედავთ, ხო? ეს 22 ფსალმონი არის, ხო? სიკვდილის აჩრდილთა ხეობაშიც გამოვიარო, რომ ვიარო, ბოროტის შიში არ მაქვს, რადგან შენახარ ჩემთა. მაგრამ ნახეთ, ეს ყველაფერი უნდა დავძლიოთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ეჭვი, შიში, ხო, ეს ყველაფერი შთაგაგონებს შენ, გეუბნება ეს ეშმაკი, ბოროტი, ხო? ხა მას რა თქმა უნდა არ შეუძლია ჩვენი აზრების წაკითხვა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მაგრამ ეშმაკი ეს უდიდესი ფსიქოლოგი არის და მან იცის ჩვენი ქცევა, ჩვენ რა წინს, რა გვიხარია, ჩვენ მიმიკებით, ჩვენი ჟესტებით, ჩვენი სახის გამო და აქედან გამომდინარე ის მოქმედებს და ესე იგი შთაგაგონებს, რაღაც გეუბნება შიშებს, რომ და ჩვენ უნდა ესე იგი გვაქვს ჩვენ დიდი 2000 წლოვანი ესე ვთქვათ ლოცვა, მოკლე, ყველაზე მოკლე ლოცვა, ყველაზე ძლიერი ლოცვა, იარაღი მტრის წინაშე და მტერი ყავს ჩვენ ერთი, ეს არის ეშმაკი, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი, ან უფრო მოკლედ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. და მეგობრებო, ეს ესე იგი მესამე ბოლო ეს არის დიდი გამოსვლა, ხო და მიწიერი მიჯაჭვულობების გადატანა. გახსოვთ ხო იქ ადამიანი როდესაც უყურებენ ესე როდესაც გადიან ხო თავის უყურებდა ეს როგორ კვდება, ესე იგი ცხოვრებთან ერთად რომ ესე იგი მოკვდება. ანუ ნახეთ ეს ეპიზოდი მთავრდება ფარასის დატოვებით და მატერიალური თვალით ეს ტრაგედია, ხო? მაგრამ სულიერად ეს არის ღვთის ნაბიჯი, რომ ადამიანები შეწყვიტონ, გაწყვიტონ მიჯაჭვულობა მიწიერ ნივთებსა და კომფორტზე. ეს არის მეგობრებო, თუ გნებავთ გადასვლა ცოდვილი მიწიერი ცხოვრებისგან ზეციური ცხოვრებისაკენ. და ჩვენ არ უნდა მივეჯაჭოთ ამ ცხოვრებაში რაღაც ჩვენ ნივთებს, თუ თქვა დაიგინებავთ, ეს იქნება გასაგებია ეხლა სახლი და იქ სადაც დაიბადე, ეს ძალიან ძვირფასია მეგობრებო და ვინ, მაგრამ მე ეს ძალიან კარგად ვიცი, მე სოხუმში დაბადებული, გააზრდილი და ქრისტეს წყალობით კიდევ დაბრუნდები და იქ გარდავიცვლები, ხო? და მე ვიცი ეს ყველაფერი რა არის ეს, როდესაც ეს ომი და იქ სადაც შენ დაიბადე, გაიზარდე და შენ რო გაგაგდებენ, ხო? აი უკვე მე 30 წელზე მეტი არ ყოფილი ვარ, ხო? და ეს რა არის, სადაც დავიბადე და გავატარა ჩემი ბავშვობა, ხო გავიზარდე ეს მე ვიცი რა არის, მეწმუნედ და გასაგებია რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც შენ მიჯაჭვული ხარ, ხო, ამ ქვეყნიურ რაღაცებზე, ხო, ეს იქნება ნივთი თუ რაღაც საგანი თუ რა ვიცი, სხვა რამ, ეს ღუპავს შენ და ფიქრობ შენ მიწიერზე, მხოლოდ, ხო, და ჩვენ და გვავიწყდება ჩვენ ზეციური და ამიტომ ეს არის ტრაგედია ნამდვილად. ჩვენ არ ვფიქრობ ზეციაზე და ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ, ხო, დროებითი აქ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხო? და ანუ ეს მატერიალური თვალით, ხო, მეგობრებო, ეს რომ ავიღოთ, ეს არის მიჯაჭვულობა, ხო? და აქ არის პარალელი, ხო? მაგრამ სულიერად ეს არის ღვთის ნაბიჯი, ხო? ეს არის გადასვლა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოდვილი მიწიერი ცხოვრებისგან ზეციური ცხოვრებისაკენ, ხო? აი, უფალი ბრძანებს, ხო, ჩემი სამეფო არ არის ამ ქვეყნიური, ანუ აქიდან, ეს არის იოანე 18:36. ასევე პავლე მოციქული ამბობს, რომ აქ მკვიდრი ქალაქი არ გვაქვს, არამედ მომავალს ვეძიებთ. ეს არის ებრაელთა მიმართ 13:14.
ანუ ფარასა ნიშნავს ფარასა ნიშნავს მეგობრებო კომფორტს, ხო, ანუ ჩვევებს, მიწიერ, თქვათ, მიჯაჭულობას, უსაფრთხოებას გნებავთ. ანუ პირველი სერია ეპიზოდი, მეგობრებო, გვასწავლის, რომ ყველაფერი ეს ერთ დღეს, რაც გაქვს, შეიძლება დაიმსხვრეს, ხო? თუ შენ საფუძველს ქრისტე არ უდევს, თუ იერარქიულად შენ პირველ ადგილას არ ყავს ქრისტე, რომელიც მშობლებზე მაღლა უნდა იდგეს და მშობლებზე მაღლა უნდა გიყვარდეს, ყველაზე მეტად ქრისტე უნდა გიყვარდეს ჩვენ და იერარქიულად უნდა იდგეს პირველ ადგილას და შემდეგ რა თქმა უნდა მშობლები და ყველა, ხო? და ჩვენ და ვიყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენი მთელი გონებით, გულით და სულით, მეგობრებო და აი რა შეიძლება პატარა დასკვნა რომ ესე იგი გავაკეთოთ პირველი სერიის. მოეშვი მიწიერ ნივთებსა და სტატუსს, სიმდიდრეს და ასე შემდეგ. მოემზადე სულიერი გონებით, ხო? ხო ვილოცოთ და გავძლიერდეთ, მეგობრებო. აი გავიზარდოთ, ხო, როგორც აი გავიაზროთ უკაცრავად ჩვენს მეგობრებო, ხო, როგორც აი პატარა არსენიოსი, ხო, ნათლისღებისას სულიწმიდის ბეჭედი აქვს, ხო, და მოწოდებული არის სიწმიდისკენ, ხო? ასევე ჩვენც უნდა ვიყოთ, მეგობრებო, მოწოდებული, ხო? შენი ჭეშმარიტი სამშობლო ზეცაშია. აიღე შენი ჯვარი, დატოვე ცოდვის, ასე ვთქვათ, ეგვიპტე და იარე ქრისტესკენ იარე. მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, მასშია უსასრულო სიცოცხლე, ის არის აღდგომა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მითი ვსუნთქავთ ჩვენ და ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა არის ქრისტეს უდიდესი წყალობა, დიდება და მადლობა მას ყველაფრისათვის. ღმერთმა დაგვლოცოს, მეგობრებო და შეგვეციოს, ნუ დაახლოებით ასე და აქვე მინდა ძალიან გთხოვოთ, მეგობრებო, რომ ეს იყო ძალიან მოკლედ და მინდა გთხოვოთ, რომ იაქტიურეთ, ნუ მოგირიდებათ, დაწერეთ ამ ვიდეოს ქვემოთ, ესე იგი კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრები, თქვენ როგორ დაინახეთ ესა თუ ის მომენტი, თუ ესა თუ ის თქვა ვითარება თუ ეპიზოდი, რა გაქვთ გულში, თქვა თქვენ როგორ მოიაზრებთ, თქვენი თქვა ფიქრები, თქვენი რაღაც აზრები, ეს ყველაფერი საინტერესო არის, ვიმსჯელოთ, გრებად ვიკამათოთ, აქ არაფერი ცუდი არაა, თქვა თუ რაღაცა იქ დაიბადება, თქვა ესე თქვა კამათი, ხო, რა ვიცი. მოკლედ ერთი სიტყვით იაქტიურეთ, დაწერეთ და ასევე დაწერეთ თუ ესე თქვა მოგეწონათ, იმიტომ რომ გავაგრძელოთ თუ არა შემდეგი სერიები და თუ მოგეწონებათ ღვთისწყალობით და ღვთისშეწევნით გავაგრძელებთ შემდეგ მეორე სერიას გავიხილავთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. დიდი მადლობა და გაიხარეთ.